მოგესალმებით. პარასკევს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს, დღეს კი უკვე გარეთ არიან. რამდენიმე წუთში პირველ წყარო აქ ამ სტუდიაში თავად მოყვება რა მოხდა და როგორ მოხდა. როგორ აღიარებინეს დაჭერილ რეპერებს მუხლი, რომელიც სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებდა, ან მინიმუმ 20 წელს. ვინ და რა სახის ზეწოლა განახორციელა მათზე, რა სახის ძალადობას ჰქონდა ადგილი ამ აღიარების მოსაპოვებლად და დასახელდება თუ არა კონკრეტული გვარები აქ ამ სტუდიაში. ზუსტად 5 წუთში. დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენის ფაქტზე დაკავებული მუსიკოსების საქმემ იმდენად ბევრი კითხვა გააჩინა, რომ ქუჩაში ათასობით ახალგაზრდა გამოიყვანა. პოლიციის გაშარჟებისთვის ჯერ დაპატიმრებული და შემდეგ გათავისუფლებული რეპერები. რას ნიშნავს ის ფაქტი, რომ მათ სისხლში არ აღმოაჩნდათ ნარკოტიკის კვალი საერთოდ, არც ძველი, არც ახალი. ორად გაყოფილი პოზიციები სახელისუფლებო გუნდში. უნდა დადგეს თუ არა შინაგან საქმეთა მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი. პროკურატურამ უკვე დაკითხა პოლიციელები. ესაა რეაქცია, რომელსაც ყოველ სამშაბათს და პარასკევს წარმოგიდგენთ მე, ჟურნალისტი ინგა გრიგოლია. გვიყურებს TV პირველის მაყურებელი, გვისმენს რადიო მაესტროს მსმენელი და ამ წუთებში პირდაპირ ეთერი გვაქვს Facebook-ზე. და აქვე ჩვენი ინტერაქტივი, თუ რეპერებისთვის ნარკოტიკების ჩადების ფაქტი დადასტურდება, ვისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს? მხოლოდ რიგითი პოლიციელების თუ მათთან ერთად მინისტრისაც? ჩაერთეთ ინტერაქტივში, რომელსაც უზრუნველყოფს კომპანია Global Sale. ერთ-ერთი პირველი, ვინც ნარკოტიკების ჩადებაზე ალაპარაკდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი თენგიზ გუნავა გახდათ. გუნავა 2012 წლის 16 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალი იარაღის და ნარკოტიკების უკანონო შეძენა შენახვაში წაუყენეს, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ გუნავას დანაშაული არ ჩაუდენია. ყოველ შემთხვევაში ის ამ ბრალდებით არ დასჯილა და უფრო მეტიც მის საქმეზე კრიმინალური პოლიციის 5 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ნარკოტიკების ჩადებას აპროტესტებს პრეზიდენტის ოჯახიც. მარგოლაშვილის ქალიშვილი უშუალოდ მონაწილეობდა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გამართულ საპროტესტო აქციებში. რამდენიმე დღის წინ სამართალდამცველებმა პრეზიდენტის სიძის მინია გოგოჭურის მეგობარი თორნიკე კაჭარავაც დააკავეს. ასევე ნარკოტიკების ბრალდებით და ასევე 260 მუხლით. მანამდე იგივე ბრალდებით გოგოჭურის კიდევ ერთი მეგობარი მიხეილ თათრიშვილიც დააპატიმრეს. არც ერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს და ირწმუნება, რომ მათ ნარკოტიკები ჩაუდეს. კიდევ ერთი ფაქტი უკვე ჟურნალისტ ელისო კილაძეს უკავშირდება, რომლის ვაჟი დავით ხარშილაძე 14 მარტს დააკავეს. მას ასევე ბრალის სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლით უკვე წარდგენილი აქვს, რაც ნარკოტიკული საშუალების შეძენას, შენახვას, დამზადებას, გადაგზავნას და გასაღებას გულისხმობს. ელისო კილაძე შვილის დაკავებას მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს. მისივე თქმით, მის შვილს გაურკვეველი ნივთიერება ჭხრეტისას ჩაუდეს. ნარკოტიკების ჩადების გარდა ბოლო პერიოდში გახშირდა საუბრები პოლიციის მიერ დაკავებული პირების მიმართ გამოვლენილი ძალადობის შესახებ. მაგალითად, მოქალაქე დავით გამხუაშვილი პოლიციას არაადამიანურ მოპყრობაში, ცემასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს. საქმეში უკვე ჩაერთო სახალხო დამცველიც და პროკურატურაც. 7 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულმა გამხუაშვილმა განაცხადა, რომ ის ჯერ ყოფილმა სპეცრაზმელმა გლდანის სასაფლაოზე სცემა, შემდეგ კი მასზე ძალადობა თბილისის პოლიციის სამმართველოს მეათე განყოფილებაში განახორციელეს. ადვოკატის თქმით, დაკავებულს გაუპატიურებით ემუქრებოდნენ. ცემაში დაახლოებით 8 სამართალდამცველი მონაწილეობდა. ის პოლიციელი კი, რომელსაც ახალგაზრდა მამაკაცის თვითმკვლელობამდე მიყვანაში ადანაშაულებდნენ, გასულ კვირას სასამართლომ გაამართლა. 22 წლის დემურ სტურუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით გასული წლის 7 აგვისტოს დაასრულა. სტურუამ სუიციდამდე წერილი დაწერა, რომელშიც საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზები განმარტა. ის წერდა, რომ ადგილობრივი პოლიციელი გოდერძი თევზაძე სამართალდამცველებთან თანამშრომლობას აიძულებდა. დემურ სტურუას თქმით, მას პოლიციელი იმის შესახებ სთხოვდა ინფორმაციის მიწოდებას, თუ ვისაც ჰქონდა დათესილი მარიხუანა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მოკლით ემუქრებოდნენ. ასეთი მტკიცებულებების მიუხედავად, გასულ კვირას გოდერძი თევზაძე სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა. რამდენიმე წუთში რეპერების სკანდალის პირველ წყარო შემოვა აქ სტუდიაში. ასევე ხელისუფლება, ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება. ჩვენ გვაქვს უფლება გქონდეს ჩვენი რეაქცია. მაიკი თავისუფალია! I'm sick of watching all the whack people blowing up when they need to go and duck and blow a victim.
ეს არის სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, ჩვენი დანაშაულები და მადლობა საზოგადოებას გვერდში გქონდეს. 9 იმის შინაგან საქმეთა სამინისტრო გვიმტკიცებდა, რომ მათ დიდი ოდენობით ნარკოტიკი აღმოუჩინეს. დღეს კი უკვე გარეთ არიან. სულ ახალი კეტები და თესლისავი ზედა და ხეული გისების სიხსარვალში ბერეტა. დადგება თუ არა გიორგი მღებრიშვილის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი ამ დავზე, რომელმაც ათასობით ადამიანი ჩაბნელებულ რუსთაველზე წვიმაში ქუჩაში დააყენა. თქვენ სისტემა გვეუბნება, რომ უნდა გვეშინოდეს მათი. არა, თქვენ უნდა გეშინოდეთ ჩვენი. რატომ გაათავისუფლეს თუ 4 დღის წინ სასამართლო ამტკიცებდა, რომ პატიმრობა აუცილებელი იყო? რამ განაპირობა ახალგაზრდა რეპერების თავისუფლება უპრეცედენტო საზოგადოებრივმა ზეწოლამ თუ ბერან ივანიშვილის მხარდაჭერამ? ვის დარჩა რეალურად ბერამ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსით, გადაყვება თუ არა ბირჟა მაფიის სკანდალს პოლიციის შეფი? თავისუფლება ბირჟა მაფიას! რატომ აიღო საკუთარ თავზე სკანდალური საქმის გათეთრება ამჯერადაც ვიცე-პრემიერმა ჯეჯელავამ და რატომ გადაასხა მის განცხადებას ცივიწყალი მეორე ვიცე-პრემიერმა კალაძემ? კარგი, ცუდი, ბოროტი, ვინ როგორ ინაწილებს კარგის, ცუდის და ბოროტის როლებს საქართველოს ხელისუფლებაში? ასეთი უპატივცემულობა სამართალდამცველების მიმართ არის სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. როცა ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლის მხრიდან თუნდაც ეჭვის დონეზე უშვებთ ნარკოტიკის ჩადების შესაძლებლობას. ეს ყველაფერი წარსულში უნდა დარჩეს. გამყარდა თუ არა ეჭვი, რომ საქმე მართლაც კლიპის გამოდადგმულ შურისძიებასთან ჰქონდა, სადაც პოლიცია იყო გაშარჟებული, სიმართლეში ჩაკარგული თემი და პროკურატურა და პოლიცია. სამართალდამცველმა ორგანოებმა უნდა გაიაზრონ ის, რომ როდესაც არ არსებობს რწმენა, არანაირი ნდობა, ესეთ საქმეებში და მსგავს საქმეებში ეს არის სერიოზული პრობლემა. დღეს რეაქციაში პატიმრობიდან გათავისუფლებული რეპერები თავად მოგვიყვებიან რა და როგორ დატრიალდა მათ თავს. იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა იყო, გასაგებად მაგრძნობინეს, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა ამ კლიპის გამო. ვისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს და რატომ? თუ დიდი ოდენობით ნარკოტიკი ჰქონდათ, როგორც ამას შინაგან საქმეთა სამინისტრო გვიმტკიცებდა, რატომ შევიდა კვირა დღეს ციხეში დაპატიმრებულებთან პროკურატურა ბერას და კალაძის საჯარო პოზიციის შემდეგ, რიგითი პოლიციელების თუ მთლიანად სისტემის დანაშაული. ამ სკანდალს რიგითი პოლიციელები თუ უცხების პირველი პირები და თუ არავინ რა მოხდება შემდეგ. ბირჟა მაფიის სკანდალი რეაქციაში TV პირველზე საღამოს 8-ზე პრემიერი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას სწრაფი ტემპებით ითხოვს. დავთანხმდი რიგი ფაქტორების გაუთვალისწინებად, რაც ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა გამოდგა. პოლიციის თანამშრომელს პოსტა უნდა გთამი და მანამდე თუ კვირა და ეხლა შუმადარი. ეს თუ დარჩება რეაგირების გარეშე, არაა გამორიცხული, კვლავ განმეორდეს მსგავსი ფაქტი, რომ ვიღაცა უდანაშაულო დაისაჯოს. შეგახსენებ ჩვენს ინტერაქტივს, თუ რეპერებისთვის ნარკოტიკების ჩადების ფაქტი დადასტურდება, ვისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, მხოლოდ რიგითი პოლიციელების თუ მინისტრისაც. ჩაერთეთ ინტერაქტივში, რომელსაც უზრუნველყოფს კომპანია Global Sale. და აქვე კიდევ ერთი ინფორმაცია, 1 საათის წინ ტელეკომპანია იბერიამ გაავრცელა იმ პოლიციელების გვარები, რომლებმაც დააკავეს რეპერები და რომელთა ვინაობასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე არ ასაჯაროებდა. ესენი ტელეკომპანია იბერიას ცნობით არიან დავით იმერლიშვილი, დავით მრელაშვილი, სოსო ტვილდიანი, გიორგი იმერლიშვილი, ოთარ ჩეხერია. მას შესახებ ცოტა ხანში დებატები გაიხსნება სტუდიაში ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის. სტუდიაში სტუმრად ყავს სამოქალაქო საზოგადოების ბევრი წარმომადგენელი. გადაცემის პირველ ბლოკში ჩვენი სტუმრები იქნებიან თამარ ჩუგოშვილი, ლევან კობერიძე, ელენე ხოშტარია, თინა ბოკუჩავა. მანამდე კი სტუდიაში ვთხოვ დაპატიმრებულ და 4 დღეში გათავისუფლებულ რეპერს გიორგი ქებურიას რა მოხდა და როგორ მოხდა სინამდვილე. გიორგი, დიდი მადლობა რომ ხარ ჩვენი სტუმარი. მადლობა რომ არ თქვი უარი გადაცემაში მონაწილეობაზე. როგორ ხართ? იმ ყველაფერთან შედარებით რაც გამოვიარეთ, კიდევ ნორმალურად ვარ. მადლობა თქვენ რომ გვაძლევთ საშუალებას საზოგადოებას
გავაცნოთ იქ რა ხდება. არა, ეს ვალდებულებაა ჩვენ სხვა შორის წინა პარასკევს გავაკეთეთ ამ თემაზე გადაცემა და ჩვენი მაშინდელი ორი სტუმარი ეხლა სტუდიაში ზის ბექა ციკარიშვილი და კაკი მე ასეთი რამ მინდა რომ ეხლა შემოგთავაზოთ მოდით მაყურებელს მოუყევით რა მოხდა და როგორ მოხდა მე ვიცი რომ საქმეში არსებობს რეალურად ორი ჩვენება პირველი ჩვენება არის ასეთი რომ თქვენ არ გაქვთ პრეტენზია პოლიციასთან აღიარებთ დანაშაულს არ ითხოვთ ადვოკატს ხოლო მეორე ჩვენებაში თქვენ საუბრობთ იმ ძიმე ზეწოლაზე რომელიც განხორციელდა თქვენზე როგორი უშვერი სიტყვებით მიდიოდა მუქარა და ზეწოლა და მე მინდა რომ დღეს ეთერში მაყურებელმა გაიგოს ასე პირდაპირ ეთერის საშუალებით რა მოხდა მოყვავი ურჩევლად დაკავების მომენტს მე ავტომობილით ვდე ჩემს კუთვნილი ავტომობილით მივდიოდი ჩემს მეგობართან მარტო ვიყავი და უცებ ჩემს წინ მიმავალი მანქანა ჩერდება საიდანაც გადმოდიან სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი პირები რომლებიც ჩემს ავტომობილს მართმევენ გადმოუყავარ ძალის გამოყენებით მსვავენ თავის მანქანაში შემდეგ ეს მანქანა ერიდება თვალს ანუ შედის ნაკლებად ხალხმრავალ ადგილას მე არავინ არაფერს არ მეუბნება რატო ვარ დაკავებული მე წარმოდგენა შემექმნა რომ ეს უნდა იყოს დაკავშირებული კლიპთან რადგანაც წინა დღეებში იყო რაღაც მithქმა მოთქმა თითქოს კლიპმა გამოიწვია პოლიციის აგრესია. ცოტა მოგვიანებით ალბათ დამიკონკრეტებ ხო რა მithქმა მოთქმაზე საუბრობ მანამდე არ შეგაწყვეტინებ მინდა რომ მთელი ისტორია მოგვიყვე დაკავების. ნუ იქ როცა მე ვკითხულობდი ვიყავი თუ არა დაკავებული იმაზე რომ ესეთ პასუხს დაკავებული არ ვიყავი უბრალოდ ჩემთან უნდათ ლაპარაკი და ნუ მე წარმოვიდგინე რომ ვიღაც პიროვნება დამელაპარაკებოდა და მომთხოვდა ამ ვიდეოს წაშლას შემდეგ ისე აღმოჩნდა რომ არავინ არაფერს არ მთხოვდა უბრალოდ გადამსვეს კიდევ სხვა მანქანაში სადაც მიდიოდა ჩემზე ფსიქოლოგიური ზეწოლა და მეუბნებოდნენ თითქოს მე უნდა მქონოდა ნარკოტიკული საშუალება იყო ოპერატიული ინფორმაცია ამის შესახებ შემდეგ ხდება ის რომ მიდის რეკვები რომლებიც ანუ შინაარსი ამ საუბრების მე არ მესმოდა მიდიოდა ჩემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მოხდა იმის ხაზგასმით რომ ანუ სიტყვიერ შეურაცხყოფაში იმ წინადადებაში კლიპი და სიმღერა ფიგურირებდა. ანუ როდესაც ისინი გესაუბრებოდნენ დაკავების დროს ფიგურირებდა მათ საუბარში კლიპი, გეუბნებოდნენ რომ ეს ხდებოდა კლიპის გამო, სადაც პოლიციელს აჩარჟებდა. არავის არ ვთქვას რომ თქვენ ხართ კლიპის გამო, უბრალოდ ძალიან მიახლოებულად ამ წინადადებასთან, ანუ გვაგრძნობინეს, გაგვაგებინეს, რომ ჩვენ ამის გამო ვიყავით დაკავებული. ნუ აი მაგალითი რომ მოვიყვანო, ესე და ესე და ესე და ისე გამღერებ, ნუ ძალიან აშკარა არის მათი გაღიზიანების მიზეზი. ანუ ისე გამღერებ. მე წაკითხული მაქვს ეს ჩვენება, ეხა მაყურებელს არ ვკადრებ და დაუშვათ იმ ფრაზას არ გავიმეორებ. წაკითხული კი არ მაქვს უფრო სწორედ მოსმენილი მაქვს ტელეეთერით გავიდა ცოტა ხნის წინ და უხერხული იქნება ეხა ჩემი მხრიდან, მაგრამ გეუბნებოდნენ ძალიან უშვერი სიტყვებით რომ ისე გამღერებ და ამითი მიხვდით რომ ეს იყო დაკავშირებული კლიპთან თუ მე კიდევ გითხრათ ვინმე. პირველი იყო ეს ცდილობდნენ რომ არ ელაპარაკათ კლიპზე, მაგრამ მათი აღელობა შეინიშნებოდა და ისინი ვერ გაურბოდნენ მაინც კლიპზე ლაპარაკს. ახსენებდნენ გალობლიშვილს ყველაფერთან ერთად. და ნუ მე და გალობლიშვილი მოგესალმებით, ახლა კლიპში ვიყავით ერთად. შემდეგ და დაგაკავეს ცალცალკე, სხვადასხვა ცალცალკე, როგორც შემდგომ გავიგე, დღის პირველ ნახევარში მოხდა გალობლიშვილის დაკავება. შემდეგ მივყავარ დიდი ხნის პაუზის მერე, ანუ დაახლოებით ნახევარი საათი გაუგებრობაში ვიყავი, არაფერი მოქმედება არ მომხდარა, ისინი რეკავდნენ სადღაც. შემდეგ მივყავარ ჩემს ავტომანქანასთან, რომელსაც მდებარეობა შეცვლილი ჰქონდა, ვიღაცა დაждდა და გადააყენა, ანუ მე ზოგადად მხედველობის პრობლემა მაქვს და მეკეთა სათვალე, რომელიც ჩამომართვეს და მაჩვენებენ რაღაცა დოკუმენტს, რომელიც უნდა ყოფილიყო გადაუდებელი ჩხრეკის ოქმი თუ მსგავსი საბუთი და ის რომ მათ უნდა გაეჩხრეკათ ავტომობილი. მე ვუთხარი რომ კანონსაწინააღმდეგო მე ავტომობილში არაფერი არ მქონია, უბრალოდ არ ვიცი ჩემი გადასვლის მერე ვის ხელში გაიარა და რა ქნეს. მაგრამ ნუ მაინც მომაწერინეს ხელი ჩხრეკის საბუთზე. ჩემი იმისთვის რომ მე უფრო მათ მიმართ გამჩენოდა ნდობა
ამ მომენტში დამიბრუნეს სათვალე, რომელსაც მე მანამდეც ვითხოვდი, რომ მე დევნებინა თვალყური მანქანის ჩხრეკის პროცესისთვის, ძალიან ზედაპირულად გაჩხრიკეს მანქანა, იქ რაღაც სათავსოებში არ შეიხედეს და ჩხრეკის პროცესში რაღაც ცინიკური რეპლიკებიც იყო. და ასევე გავიგე, რომ უნდა მომხდარიყო ჩემი ბინის ჩხრეკა. ვითხოვდი ასევე, რომ მშობლებისთვის შეეტყობინებინათ. ხო, მანქანიდან გადმოყვანამდე მე მეუბნებოდნენ, რომ დაკავებული არ ვიყავი, ხოლო უშუალოდ როცა უნდა გადმოვეყვანე მანქანის გასაჭხრეკად, დამადეს ხელბორკილი და როცა გამნეორებით ვიკითხე, ვიყავი თუ არა დაკავებული, ირონიულად ისე მომითხეს, რომ მანქანიდან გადმოყვანის მომენტიდან დაკავებული ხარო. ანუ მანამდე სხვა რაღაცას მეუბნებოდნენ. როგორ აღმოაჩინეს უეცრად ნარკოტიკი? ყვითელი ნივთიერება ასე არის ჩვენებაში, ხო, ნათქვამ? დიახ, ანუ ბარემ მას დავამთავრე, როცა მითხეს რომ მანქანის ჩხრეკა, სახლის ჩხრეკა, მე მიჩნდება კითხვა, მე რატო არავინ არ ამჩხრეკს, იმიტომ რომ პირველ რიგში ხომ მე უნდა გავიჩხრიკე. ნუ ესეთ პასუხი გამოსცეს, რომ მოიცადე, შენს გაგჩხრეკენ. შემდეგ ვსვავენ მანქანაში, მივყავარ სამმართველოში. სადაც ავყავარ კაბინეტში და იქ უკვე მიდის იმაზე ლაპარაკი, რომ მე ნარკოტიკული საშუალება მქონდა და ნუ კითხები იქ, რომ აი რატო დადიხარ ნარკოტიკით, დიდი ხანია მოიხმარ თუ არა და ასე შემდეგ. ვინ იყო ეს, ვისთანაც შეგიყვანეს და ვინც გეუბნებოდათ ამას? დეტექტივი ვინ იყო გამოძიებული? არ თავი არავის არ წარუდგენია, არც თანამდებობრივად, არც სახელი უთქვავს არავის. და ერთი პიროვნება მარწმუნებდა შემდეგნაირად, რომ ყველაფერი უკვე ჩვენი ამბავი იყო გადაწყვეტილი. ის რომ ჩვენ სამაგალითად უნდა დავშილიყავით იმის გამო, რაც კლიპში ჩანს. იმ დაკითხვის დროს გითხრეს იმ კაბინეტში, რომ თქვენ სამაგალითოდ უნდა დაისაჯოთ იმის გამო, რაც კლიპში ჩანს. ისე, ანუ სუფთები ვერ გახვალთ, უბრალოდ გირაოსთი, ანუ ნასამართლეობა მაინც გექნებათ 3000 გადაიხდიან შენი მშობლები და გახვალ ჩუმად. ითანამშრომლებს ჩვენთან ამ პირობას შეგისრულებთ, თუ არ ითანამშრომლები გემუქრება 20-დან 60-დან. ანუ ეს ისეთი წინადადება არის, მით უმეტეს როცა ხედავ, რომ ადამიანი უდანაშაულო ხარ და გიდებენ, ანუ შეგეშინდა. თან ანუ რატომ ანუ რას მივაწეროთ ის პირველი ჩვენება, რომელიც მე აფრიალეს, სხვა ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს არ ვიცი შემოვიტანე თუ არა სტუდიაში პოლისჯეზე ედო უკვე გასუპარასკევს, რომ დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება და შემდეგ იყო სულ მუდმივად საუბარი იმაზე, რომ თქვენ აღიარეთ. აი რანაირად აღიარეთ და როგორ მოაწერეთ ხელი იმას, რაც ითვალისწინებდა მუხლი 20 წელს მინიმუმ? ჩვენ მაშინ არ ვიცოდით, მე პირადად მაშინ არ ვიცოდი, რომ ის მუხლი კონკრეტულად ითვალისწინებდა 20 წელს. მე ვიცოდი, რომ ის მუხლი ითვალისწინებდა 0-დან 3-მდე ან ჯარიმას, იმიტომ რომ მე არც რაობა ვიცოდი ამ ნივთიერების, არც რაოდენობა ვიცოდი. და ნუ როცა მეუბნებოდნენ, რომ ეხა შეგიძლია ჯარიმით გახვიდე, მაგრამ თუ გაგვიწევ წინააღმდეგობას და არ მოაწერ ამას ხელს, შენ გემუქრება 20-დან 3 და ეს უკვე შინდები, იმიტომ რომ სადაც ადამიანმა ესეთ რაღაც გაიკეთა უდანაშაულოს ნარკოტიკს გიტყვენ, ანუ შეგეშინდა. დაიჯერებ რომ ამის განკაცებლება. მარტო იყავით გიორგი შენ და პოლიციელები? რამდენი პოლიციელი ესწრებოდა ამ ჩვენების მიცემას? ხო, მე მახსოვს რომ 4 პოლიციელი იყო, რომელიც დაკავების მომენტიდან ბოლომდე ჩემს გარშემო ტრიალებდნენ, მაგრამ იქ იყო ხალხი, რომელიც შემოდიოდა, გადიოდა. ჯამში ალბათ 7-8 სხვადასხვა პირი ვნახე რა. შეიძლება ცოტა მეტიც ხო. ზეწოლა გარდა ფსიქოლოგიური ზეწოლისა, ფიზიკური ანგარიშწორება, ფიზიკური ზეწოლა თუ ან ხომ არ განხორციელდა შენზე? ჩემზე არ განხორციელებულა, ჩემი ვარაუდი არის, იმიტომ არ განხორციელებულა, რომ ეს უფრო ადვილი დასამტკიცებელი იქნებოდა შემდეგ, ან ფსიქოლოგიური უბრალოდ სიტყვები არის და ფიზიკური კვალს აჩვენებ და ჩანს. ჩემზე არა, მაგრამ გალობლის შულზე, როგორც ვიცი, იყო დარტყმას ქონდა ადგილი. დაკავებისას, დიახ. ანუ ისეთ ადგილებში, სადაც მაგალითად თავში ვიცი, რომ ჩაარტყეს, სადაც კვალი ნაკლებად შესამჩნევი იქნებოდა, უბრალოდ იმისთვის, რომ გამოეწვიათ და მას წინააღმდეგობა გაეწია ეს. გიორგი, მოწმე თუ იყო ვინმე, აი იმ ფაქტის მოწმე, როდესაც შენ პოლიციამ აღმოგიჩინა ეს ჩადებული, როგორც მოყევი ნარკოტიკი. ანუ მოწმე ყავთ ამაში? არა, მოწმე არ ყავს. გალობლის შულს უშუალოდ ანუ ფიზიკურად მოხდა ამ ნივთიერების ჯიბეში ჩადება და შემდეგ ამოღება. ჩემ შემთხვევაში ეს ყველაფერი უბრალოდ საბუთებში გაფორმდა, ანუ რეალურად თვალითაც არ მინახავს ის ნივთიერება. მით უმეტეს
თავიდან როგორც ვიცი იყო ბიოზე ლაპარაკი, შემდეგ ეს მანქანაში, შემდეგ უკვე კაბინეტში იყო ლაპარაკი. კაბინეტში იყო LSD-ზე ლაპარაკი და ბოლოს უკვე სასამართლომდე რამდენიმე საათით ადრე, როცა საბუთები წავიკითხე, ვნახე, რომ ეს იყო MDMA და ოდენობა. ხო, ესეც გავწევდა MDMA-ზე. იცით რა მინდა გკითხოთ თქვენ პირადად რას უკავშირებთ თქვენს განთავისუფლებას? აი აქ სხედან ის ადამიანები, ვინც იმ აქციაზე რაღაც არნახული ამბავი დაატრიალეს, რაღაც რამოდენიმე საათში ათასობით ახალგაზრდა გაიყვანეს ქუჩაში და ათასობით ახალგაზრდა მონაწილეობდა იმ საპროტესტო აქციაში, სეტყვაში, წვიმაში და ჩაბნელებულ რუსთაველში, ხო? ეს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩაბნელებული იყო რუსთაველი, მაშინ, როდესაც ეს აქცია მიდიოდა. იყო ბერას მხარდაჭერა. მან დაწერა, რომ თქვენთან ვარ ბიჭებო. ამას მოყვა შემდეგ სხვადასხვა ინტერპრეტაციები. მე მაინტერესებს შენ პირადად რას უკავშირებს შენს განთავისუფლებას? დავიწყოთ იქიდან, რომ სასამართლოს დღეს უშუალოდ გაკეთდა ის ჩვენება მივეცი, მე პირადად მგალობლის რომ არ ვიცი როდის მისცა ეს ჩვენება, ანუ მოვყევი რა იყო რეალურად სასამართლომდე რამდენიმე საათით ადრე, იმიტომ რომ მანამდე მე ჯეროდა იმისი, რასაც იქ მაჯერებდნენ. ის რომ გავდიოდი ჯარიმით. ეს ჩვენება ახალდაწერილი იყო, არ ვიცი ეს თავიდანვე რომ იმეცა ეს ჩვენება, ანუ რეალობა რომ მომეყოლა, რა გადაწყვეტილებას მიიღებდა სასამართლომ, რა ფაქტია რომ მათ უარი გუთხრეს გირაოზე. შემდეგ რაც მოხდა ეს იყო ყველას ერთად დგომის შედეგი. ჩემი პოზიცია ასეთი არის, მე ესე ვთვლი, საზოგადოება გამოვიდა, ახალგაზრდობა, მე რაც უყურე მარტო ახალგაზრდობაც არ ყოფილა იქ. სხვადასხვა შეხედულებების ხალხი ყველა ძალიან ბევრი ადამიანი იყო. საოცარი სურათი იყო, ასეთი ერთსულოვნება და ასეთი სოლიდარობა ძალიან იშვიათია. ბერას მადლობა. საზოგადოების რაღაცა ნაწილმა ეს მიიღო, ანუ გააპროტესტა უფრო სწორედ. შენ რა სიტყვი ამაზე, რა იყო ეს? შენ ვის უკავშირებ? ეხლა თქვი რომ საზოგადოებრივ აქტიურობას, სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობას უკავშირებ. შენი მადლობა ბერას მიმართ, რომელმაც რაღაც ნაწილი გააღიზიანა. ხო, ანუ როგორც ვამბობდი, ეს იყო ყველას ერთად დგომის შედეგი, ეს იყო თეთრი ხმაური, ეს იყო სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები, ხალხი, უბრალო ხალხი, თუნდაც ბერა პოლიტიკურ პარტიას ხო არ წარმოადგენს. ანუ გასაგები არის ის რაღაც სხვა გარემოებები, მაგრამ ბერა არის ახალგაზრდა, მით უმეტეს თუ ის ახალგაზრდები თავისინებით გამოვიდნენ იქ ისე როგორც რომ არ ქონდათ ჩემთან შეხება იმდენი ადამიანიდან ვიცნობ ალბათ 1%-ს ხო და ეს სულ სხვა ხალხი დამდგა გვერდს. ბერას არის ცნობ? ბერას ცნობას ვერ დავარქმევ, შემთხვევით ვარ შეხვედრილი ერთხელ ალბათ 3 წლის წინ. ბერას პოზიცია არის ჩვეულებრივი ახალგაზრდის პოზიცია, რომელიც შეწუხდა იმის გამო, რომ ორი ახალგაზრდა ადამიანი მიდის ციხეში უსამართლოდ. მით უმეტეს ასეთი მძიმე მუხლით. გიორგი, გამოხატვის თავისუფლების გამო მოხდა, აი ერთ წინადადებაში რეზიუმე რომ გავაკეთოთ? ეს გამოხატვის თავისუფლების გამო დიახ. და კიდევ ერთი, რას მომიყვები, კვირას უცნაური იყო, ესე ძალიან ბევრი უცნაურობა იყო ამ 4 დღის განმავლობაში ამ საქმესთან დაკავშირებით. კვირას უეცრად, მას შემდეგ რაც საჯარო პოზიციები უკვე ცნობილი გახდა, მაგალითად პრემიერ-მინისტრის, რომელმაც უნდა ვთქვათ, რომ აქციის მიმდინარეობისას უკვე გაავრცელა განცხადება, შემდეგ ბერა, შემდეგ კახიკალაძე და უეცრად კვირას პროკურატურა შედის ციხეში, ასეთი რამ არ ხდება. კვირა დღეს შევიდა პროკურატურა. რას გაიხსენებთ, რა გითხრეს, რატომ შემოვიდნენ და რა გითხრეს? შემოვიდნენ, იმიტომ რომ გამოძიება იყო დაწყებული იმ ფაქტზე, რომ ჩვენს მიმართ დაირღვა კანონი, მოხდა უფლებამოსილების გადამეტება. და ნუ, რა ვიცი, ესეთ დეტალებზე ხარ რატომ შემოვიდნენ? კვირას რომ შემოვიდნენ, თქვენ უკვე იცოდით, რომ მალე გათავისუფდებოდით? ისეთი რა კითხვები დაგისვეს, ანუ ეს საინტერესო. კითხვები დამისვეს, მომაყოლეს, რა ხდებოდა და რაღაც დეტალებზე გაამახვილეს ყურადღება. იმ დეტალებზე, სადაც ძალიან მკაფიოდ გამოიხატებოდა ეს დარღვევები. რამდენი პოლიციელი უნდა დაისაჯოს, როგორ ფიქრობ? შენ ალბათ გიფიქრია ამაზე ყველა იმ ადამიანის მონაწილეობით, ვიზეც ეხლა საუბრობდი დაკავებისა შემდეგ დაკითხვისა. ძნელი არის ესეთ კითხვაზე პასუხის გაცემა, რამდენი პოლიციელი უნდა დაისაჯოს, მაგრამ
მით უმეტეს არ ვიცით საიდან მოდიოდა, ხო? შეიძლება ის პირები, რომლებიც მე ვნახე იყვნენ თავად ორგანიზატორები, არ ვიცი ასე. ჯერა ამისი, რომ თავად იყვნენ ორგანიზატორები, თუ კლიპის გამო იყო, რიგითი პოლიციელები იქნებოდნენ შენი აზრით ამის ორგანიზატორები? შეიძლება რიგითიც გაღიზიანდეს და გადაწყვეტოს მსგავსი ქმედების ჩადენა. არ ვიცი საიდან მოდიოდა, მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მიაკვლევენ იმ ადამიანს, იმ ჯგუფს, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, რომ ესე მოქცეოდნენ და მათ იმიტომ უნდა აგონ პასუხი, რომ არ მოხდეს მსგავსი ფაქტების განმეორება, იმიტომ რომ უნდა დამთავრდეს რა. პატარა ხარ საიმისოთ, ეხლა რა კითხვაც უნდა დაგისვა, მაგიდასთან უკვე პოლიტიკოსებს შემოვიყვან და ვიდრე ისინი დაიწყებენ საუბარს, უნდა გადავიდე აუდიტორიაში ჩვენ სტუმრებთან, მაგრამ ინტერაქტივში დავსვით ასეთი კითხვა. თქვენი აზრით თუ დადასტურდება, რომ ნარკოტიკები ჩაუდეს, ვისი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს? შენ თქვი სხვა შორის ჩვენს ანონსში, რომ ასე თუ დამთავრდა შეიძლება კიდევ გამეორდეს და ამიტომ გეკითხები რიგითი პოლიციელების თუ მათთან ერთად შინაგან საქმეთა მინისტრისაც როგორ ფიქრობ? მეორედ არ მგონია ეხლა უკარო შეგაბრუნოთ. ჩემი მხრიდან არასწორი იქნება თუნდაც შინაგან საქმეთა მინისტრზე ან ნებისმიერ იმ პირზე ხელის მითითება, რომელიც მე უშუალოდ არ მინახავს, რომ უფლებამოსილებას არ ღვევდა. გასაგებია, მადლობა გიორგი. გიორგი ქებურია საუბრობდა ეთერში, მისი დედაც აგზის ძალიან საინტერესო აუდიტორია ყავს. დაგემშვიდობები, მაგრამ არ გაგიშვებ ერთი წუთით ხელისუფლების წარმომადგენელი რომ შემოვა. მაინტერესებს უბრალოდ პირისპირ შეხვედრისას რას გეტყვის ის შენ. ლევან კობერიძე, მადლობა უნდა გადაუხადო მე მას ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც არასოდეს ამბობს უარს მიიღოს ხოლმე გადაცემაში მონაწილეობა, რაც არ უნდა მწვავე იყოს. სხვათა შორის. ლევან, ეჭვი რაზე გაქვს ჩაუდეს ნარკოტიკები თუ არა? მე როგორც პოლიტიკოს ამ შემთხვევაში ეჭვი არ შეიძლება მქონდეს, მე ველოდები რა სიტყვის გამოძიება საბოლოო ჯამში. და საერთოდ კიდე მიხარია, რომ ესეთი ახალგაზრდები არც ერთი არ იქნება ციხეში არანაირი ესეთი ბრალდებით. დიდი მადლობა. ხო, დაბრძანდეთ გიორგის დავემშვიდობები. კარგად იყავი გიორგი და თინა ბოკუჩავას მივესალმები, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ასევე ჩვენთან ერთად. დიდი მადლობა, რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. პირდაპირ ეთერში ცოტა ხანში ჩაგვერთვება თამარ ჩუგოშვილი, ვიცე-სპიკერი, ასევე ელინე ხოშტარია. მანამდე ვიდრე თქვენთან დავიწყებ საუბარს და დისკუსიას გავხსნით, მე მინდა რომ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს მოусმინოთ. ბექა წიქარიშვილით მინდა რომ დავიწყო. ბექა იყო ის ადამიანი, რომლის დაჭერის შემდეგაც გაიშალა დიდი კამპანია ქვეყანაში. ბექა კრიმინალი არ არის. ბექა რას უკავშირებს შენ დღეს ამ ბიჭების თავისუფლებას? ეს იყო საზოგადოებრივი ზეწოლის შედეგი თუ ეს იყო მაგალითად იგივე ბერა ივანიშვილის მხრიდან გამოხატული ღია მხარდაჭერა? ეს კითხვები ორ დღე არის უკვე რაც ფიგურირებს და მთავარი კითხვა მე მგონია ეს გახდა რა იყო შედეგი საზოგადოებრივი წინააღმდეგობა თუ ბერა ივანიშვილის სტატუსი. მე არ მგონია რომ ბერა ივანიშვილსაც კი რომ არა ეს საზოგადოებრივი წინააღმდეგობა და ამდენი რაოდენობა ამ აქციისა, ალბათ მე არ მგონია რომ მათაც გაებედა. შესაძლოა მას ჰქონდა სურვილი, მაგრამ გუშინ არ მახსოვს ზაზა ნოზაძემ თქვა ძალიან კარგი პოზიცია დააფიქსირა, რომ ბერა ივანიშვილიც კი ვალდებული იყო, რომ ეს პოზიცია დაეფიქსირებინა. ასე რომ მე ვერ ვიტყოდი რომ იმ 10,000 ადამიანის ხმა უფრო ნაკლები არის ვიდრე ბერა ივანიშვილის, მე მაშინ ამ ქვეყანაში ცხოვრების უბრალოდ შემწყებოდა. გასაგებია, სხვა შორის ჩემი აზრით თუ გაინტერესებთ, მეც მაქვს ეს განცდა, რომ ხელისუფლებამ უბრალოდ ანგარიში მოუხდა, რომ ანგარიში გაეწია იმ საპროტესტო აქციისთვის, იმ მრავალრიცხოვანი აქციისთვის, რომელიც ჩვენ ვიხილეთ რუსთაველზე. არის თუ არა ეს ასე, ლევანი გვეტყვის, ვისი პასუხისმგებლობის საკითხი იკვეთება ბეკ? ის ალბათ ზოგადად ჩვენი მესამე მოთხოვნა იყო ზოგადად სისტემის რეფორმა, უბრალოდ პოლიციური სისტემის რეფორმა. აქ ჩვენ შეგვიძლია დავსაჯოთ კონკრეტული პოლიციელები და ალბათ უნდა დაისაჯონ კიდეც, რა თქმა უნდა, ასევე მათი დამკვეთებით შესაძლოა აქ ალბათ საუბარი იქნება რაღაც უფრო მაღალ დონეზე და არა მხოლოდ შემსრულებლებზე. თუმცა თუ კი სისტემაში არ განხორციელდება რეფორმა, ჩვენ არ გვექნება იმის იმედი, რომ საომავლოდ აღარ განხორციელდება მსგავსი ქმედებები.
რეპერებთან მინდა გადავიდე მასტერიზის აქ ცნობილი რეპერია რა არის რეპი და როგორ მიიღეს შენი ის კლიპი ის სიმღერა რომელიც ნახა საზოგადოებამ ძალიან ბევრმა ჩათვალა რომ ეს იყო პოლიციის შეურაცხყოფა სხვათა შორის მე ძალიან მიყვარს პოლიცია და არ მესიამონა დიდად ძვალი როდესაც ვნახე როგორ გადაუგდეს მაგრამ ამის გამო მე უნდა განვითარებულიყო ის ყოველ შემთხვევაში ადამიანი ამბობს რომ დაკითხვისას მათ უთხრეს რომ აი ეს იყო სწორედ მიზეზი მოგესალმებით. პირველ რიგში ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს არის ბირჟა მაფიის პროექტი და ეს არის კი რეპი, არის ჰიპ-ჰოპი, მაგრამ ყოველი მათი სიმღერა არის გარკვეული შარჟი. აქედან გამომდინარე, ყველაფერს ესე სერიოზულად ვერ მიუდგები, მაგრამ კი შეიძლება გაუსვეს რაღაც პრობლემას ხაზი, თუნდაც სისტემის უსამართლობას აქედან გამომდინარე, მაგრამ ვფიქრობ, რომ ძალიან არაადეკვატური შედეგი მოყვა ამას და პროკურატურა საუბრობდა იმაზე პირველ სასამართლოს დავესწარე მე ქებურიას სასამართლოს და პროკურატურა საუბრობდა იმაზე, რომ ეს იყო ვითომ მიზეზი შექმნილი, იმიტომ რომ დაიჭირეს ბიჭები კლიპზე. არადა მე მაქვს მონაწერები, სანამ დაიჭერნენ ქებურიას ვწერდი წინაღამით რა შვები მეთქი ჩვეულებრივად საუბრობდით და მითხრა რომ მე მგონი შსს მაგრა გაღიზიანდა იმიტომ რომ აჭარანეთს შეეხმიანენო და ჩვენ მოგვიწია კლიპის დაბლარვაო ეს იყო საქმეთა სამინისტროდან შეეხმიანენო ესე მითხრა ანუ ჩვენ მაგ კიდევაც სკრინები რომ საუბრობთ ერთმანეთთან შეგიძლია რომ გვაჩვენო კი არ არის პრობლემა კი რომელი რიცხვით არის გეტყვით რა ძალიან უხერხულია ეხლა არა სამხელია მე ვიცი ადვოკატსაც უთხარი არა არ არის პრობლემა მაგრამ ანუ ან კი არ გვაჩვენო უბრალოდ რიცხვი რომ გითხარ როდის წინაღამეა ანუ ვიდრე დაიჭერდნენ წინა დღეს მან უკვე ვიღაცები გაღიზიანდნენ ქებურია ჩვენთან არის ჩვენთან მუშაობს რადიოგრაფიჩი აქედან გამომდინარე მე ვწერდი უბრალოდ ტოპათეულის შედეგებზე საუბრობდით მაგაზე უნდა მიმეწერა მოვიკითხე როგორ იყო და მითხრა რომ მე მგონი შსს მაგრა გაღიზიანდა რადგან აჭარანეთს შეეხმიანენო ესე მითხრა რა და დეტალურად მართლა არ გვისაუბრია უბრალოდ უთხარი აი ესე უთხარი პირდაპირ აჭარანეთი პრიჩომ ესე მივწერე და მითხრა რომ ხო მაგათ გადაიღეს კლიპი და მაქედან გამომდინარე დავბლარეთ მე შევედი და ვნახე რომ დაბლარეს უკვე დადებული კლიპი. აქედან გამომდინარე შენ ფიქრობ რომ ეს იყო კლიპის გამო და რა თქმა უნდა აბსურდია ბიჭებს რომ რაღაც ნარკოტიკი დებოდათ ეგ არის ყოველად გაუმართლებელი და მე დასრულე გისმენ დასრულე ან ვიცნობ ბიჭებს და ვიცი რომ ბანალური ფრაზაა შეიძლება მაყურებელი ისმენდეს და ეხა რეპერები არიან და ნარკომანები არიან შეიძლება რაღაც ისეთი ის აქვს შექმნილი მაგრამ კონკრეტულად ეს ბიჭები ცხოვრობენ აი ზედმეტად სუფთად ლუდს არსვავენ ელემენტარულად ხო არ არის მაგაში დანაშაული მაგრამ ვიცი როგორ ცხოვრობენ იმიტომ რომ თუნდაც გალობლიშვილი და მე ალბათ 15 წელი ერთმანეთს ვიცნობ და თქვენ ამბობთ რომ მათ არანაირ სხვა სრულიად სუფთები არიან არ აღმოჩნდა მათ სისხლში არც ადრეული მოხმარება, არც უახლესი წარსული. როცა გავიგე რომ დაიჭირეს, მე ვიფიქრე, კარგად არ ვარ ჩახედული კანონებში და მე ვიფიქრე პირველ ის რომ ალბათ კანონში იყო რაღაც პუნქტი, რომელიც ითვალისწინებდა რომ არ შეიძლება მაგათად გააშარჟო პატრულის თანამშრომელი. მე ეს ვიფიქრე, იმიტომ რომ იმას ვერ წარმოვიდგენდი რომ ნარკოტიკი პაბლო ესკობარი გამოიყვანეს გიორგი ქებურია ჩემი ძმაკაცი, KG. კარგი, მადლობა. მე სანამ გადავალ ჩვენს სტუმრებთან მაგიდასთან ინტერვიუებზე, მანამდე მინდა კიდევ რამოდენიმე ადამიანს მოусმინოთ. მე კიდევ ერთხელ ვიტყვი ლევანს, რატომ გადაუხადე. მადლობა. მან გამოთქვა სურვილი, რომ სტუდიაში მჯდარიყო და მოესმინა, რას ფიქრობენ სწორედ ის ადამიანები, ვინც იმ დღეს იდგნენ იმ აქციაზე, რის გამოც მე მას ძალიან დიდ პატივს ვცემ, ეს იშვიათი შემთხვევაა. კაკი, ვისი დამსახურება არის ის რომ დღეს ეს ადამიანები არიან გარეთ და ვისია პასუხისმგებლობა ვისზე მოდის პასუხისმგებლობა მოგესალმებით ჩემი აზრით ეს დამსახურება არის თითეული მოქალაქის ვის გულთან მიიტანა ეს პრობლემა გარეთ გამოვიდა საერთოდ საზოგადოების ვინც გამოეხმაურა მე Facebook-ს არ ხმარობ მაგრამ მე მატყობინებდნენ რომ ყოველი მეორე პოსტი იყო ბირჟა მაფიაზე ანუ ზოგი ხუმრობდა იქ ზოგს არ ჯეროდა კიდევაც რომ დაგვიჭირეს მაგრამ საზოგადოება ძალიან აქტიურად ჩაერთო ამ ყველაფერში და ჩემი აზრით იმ ხალხის დამსახურება ვინც გარეთ გამოვიდა და ვინც გულთან მიიტანა ეს ყველაფერი და ეს ამბავი ვისი პასუხისმგებლობაა? კაკი იყო ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც პარასკევს სანამ მე ეთერში გავიდოდი, რომელთანაც მქონდა სატელეფონო საუბარი და სახელდახელოდ დავგეგმეთ ამ თემის გაკეთება. პრაქტიკულად მისგან და კიდევ ერთი ადამიანისგან მივიღე მე ეს ინფორმაცია, რომ დააკავეს ბიჭები და შეიძლება ეს ყოფილიყო რეპის გამო. ვისი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს? პასუხისმგებლობა ჩემი აზრით არის იმ ჩემი აზრით უნდა გამოარკვიოს გამოძიებამ და პროკურატურამ რა მოხდა სინამდვილეში. ყველაზე მეტად მე პირადად
ზოგადად მაინტერესებს ეს ვის სად მოუვიდა აზრად რომ ბიჭები ამ კლიპის გამო უნდა დასჯილიყვნენ. აი მასტერი აძლევს ახლა თუ არ ვწდები ჩემს თანამშრომელს ტელეფონს მაპატიე კიდევ ერთხელ ბოდიშს მოგიხდი უბრალოდ მაყურებლისთვისაც ხო საინტერესოა მართლა ადამიანები დაჭერამდე ფიქრობდნენ თუ არა რომ მათ ემუქრებოდათ საფრთხე მე მხოლოდ რიცხვს ნახავ და ისევ დაგიბრუნებთ ამ ტელეფონს ეს შაბათია ღამეა აჰა ხო კი ბატონო ეს არის მიმოწერა შსს მოკლედ ბოდიშს ვიხდი მისივე თანხმობით მე ხავ კითხულობ მიმოწერა არის ასეთი ვიდრე დაიჭერდნენ რეპერებს წინა საღამოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კლიპზე დარეკა გაღიზიანდნენ დავაცენზუროთ პოლიციელი YouTube-ით. ანუ უკვე მათ იცოდნენ რომ ეს საფრთხე ემუქრებოდათ. კაკი თქვენ გადარჩით ხო თუ არ ვწდები და მათ იცოდნენ ეს იცოდა საზოგადოებამ, იმიტომ რომ ჩვენ გარკვეული ნაწილი მსმენელები გვყავს კლიპი რო დავდეთ სადაც პოლიციელი ჩანდა, მაგრამ იქ მაინც დაბლარული ჰქონდა, ჩვენ გათვალისწინებული ჰქონდა გერბისთვის არ მიგვეყენებინა შეურაცხყოფა და წარწერა პოლიციაც არ ჩანდა პირველივე ვერსიაში. ხოლო როდესაც უკვე მთლიანი პოლიციელის კადრი დაიმალა კომენტარებში ჩვენი მსმენელი წერდა თუ ეს ვინ მოგთხოვათ, რატომ მოხდა ეს, რატო დაბლარეთ, ანუ საზოგადოება უკვე რაღაც მხრივ ინფორმირებული იყო რომ ვიღაცამ მოგთხოვა და ჩვენ ესე ვთქვათ გაუწიეთ ანგარიში და დაუბლარეთ მთლიანად პოლიციელის კადრი. გასაგებია ეს ძალიან საინტერესო მიმოწერა იყო მე ვიდრე სხვებს დაგისვავთ კითხვას უნდა შემოგთავაზოთ ასეთი რამ ვინმეს ხომ არ გაქვთ ხელისუფლების წარმომადგენელთან რაიმე შეკითხვა ნაჯა მაგალითად თქვენ თუ გექნებოდათ ეხლა რაიმეს თქმის სურვილი შეკითხვის ან არ ვიცი ხელისუფლების წარმომადგენელია აქ ეხლა თქვენთან ხელისუფლებასთან ახლა ლემანთა კონკრეტულად კითხვა არ მაქვს ერთადერთი პირიქით მადლობა მინდა გადაუხადო რომ რაც ნარკოპოლიტიკაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის იმიტომ რომ რაღაც ის კანონ პროექტი რომელიც ჩვენ ვაპირებთ ინიციირებას ჯანდაცვის კომიტეტს გაქვს მაგრამ თვითონ ხელისუფლებასთან მაქვს რა თქმა უნდა ბევრი კითხვა ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში 10 წელია ამაზე ვსაუბრობთ ამ სისტემის პრობლემებზე რომელიც წინა ხელისუფლებამ დაგვიტოვა და ახალმა გააგრძელა საქართველოს პოლიციას ნარკოტიკული საშუალებების ჩადება და ზოგადად ნარკოპოლიტიკა აქვს ერთადერთი თუ არა მთავარი ბერკეტი რომ ადამიანები დააშანტაჟოს ადამიანები აწამოს ადამიანებზე კონტროლი განახორციელოს გაჩნდა ესეთი მოსაზრება რომ შეიძლება ეს თემა ნამდვილად არ იყოს პირდაპირ კავშირში ნარკოპოლიტიკასთან იმიტომ რომ პირდაპირ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას მიანიშნებს კი რა თქმა უნდა მაგრამ ამ ადამიანებს ჩავდეს ნარკოტიკული საშუალება იარაღი რო ჩაედოთ იარაღის ჩადება გაცილებით ნაკლებ პატიმრობას ითვალისწინებს 2-დან 3 წლამდე ნარკოტიკული საშუალებების ჩადება ითვალისწინებს უმცირესი ნაწილაკის ჩადებაც კი ითვალისწინებს 8-დან უვადოდ. ამიტომაც მიდიან ამაზე საქართველოს პოლიცია ყველაფერს კადრობს, ამიტომ ის რომ ეს მოსაზრება რომ ნარკოპოლიტიკა პირდაპირ კავშირში არ არის, კავშირშია, იმიტომ რომ ეს ბერკეტი არის, რომელსაც ყველაზე მეტად იყენებს პოლიცია. კი ბატონო, ბძანე და რეკლამა და რეკლამის შემდეგ თინასთან და ლევანთან ვიწყებ უკვე საუბარს. მე ესეთი კითხვა. ეს ბიჭები რომ არ ყოფილიყვნენ ცნობილები თუნდაც, იმიტომ რომ მართლა არიან ცნობილები, ძალიან რეიტინგულ პროდუქტს ქმნიან და რო არ ყოლოდათ თუნდაც ისეთი სწორად გამიგეთ ჩემ თავზე არ ვამბობ ცნობილი მეგობრები, რომლებსაც ხალხი ახალგაზრდები გაყვებოდნენ, ან რო არ გამოჩენილიყვნენ ბიჭები თუნდაც თეთრი ხმაურიდან, ხო? იყო თუ არა უზომოდ დიდი რისკი იმისა, რომ ბიჭებს დაიჭერდნენ უსამართლოდ და მისცემდნენ 8-დან 20 წლამდე ან სამუდამოს. დაამატეთ და მაშინ ლევანი გიპასუხებთ, შემდეგ გადავალ გურამთან და მე მინდა დავამატო ის შემთხვევა ჩვენ ერთი თვის წინ გავასაჯარავეთ პაკელიანის საქმე, რომელიც ზუსტად იგივე თემაზე არის დაკავებული. ეს ადამიანს ჩაუდეს ბიო ნივთიერება ბიო, რომელსაც მას ჰქონდა გადაყლაპა, მაგრამ ჯიბეზე არ ქონდა, მაგრამ მაინც ჩაუდეს და კომატოზურ მდგომარეობაში 5 დღე იმყოფებოდა ეს ადამიანი კომატოზურ მდგომარეობაში და შემდეგ რომ გამოვიდა, ეგრევე ციხეში წაიყვანეს. რა თქმა უნდა, ჩვენი იურისტები ჩაერთვენ ამ იმაში, მაგრამ საპროცესოზე თვითონ ოჯახი დათანხმდა, საპროცესოდ გამოსულიყვნენ, თორე გამომართლებელი განაჩენი დადგებოდა. ანუ ესეთი შემთხვევები ამდენი ხნის განმავლობაში არის უამრავი. გიორგი გიორგანაშვილი, რომელიც გასაჯაროვდა პეტიცია ხელის მოწერაზე, ბახალაძეც, რომელსაც მხარდაჭერა ჭირდება, იმიტომ რომ იქაც ზუსტად იგივე გარემოებებია და ოჯახი ამბობს, რომ ჩადებული. ეს არ არის ერთი შემთხვევა, ეს არის ერთი შემთხვევა, უბრალოდ. კარგით, მოდით ლევანს მოусმინოთ, ლევან, დაგისვეს კითხვა.
კითხვა რას უპასუხებ და შემდეგ უკვე რეკლამას გამოაცხადებ რეკლამის შემდეგ ისევ ჩვენთან ერთად არიან ეს ადამიანები. ბატონო, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და მადლობა რომ მართლა მომეცი საშუალება ინგარო, მომეცა საშუალება რომ აქ დარბაზში მჯდარიყავი, იმიტომ რომ ნამდვილად მინდოდა რომ ერთად ვდარიყავით და სტუდიაში იმ ახალგაზრდებთან და მეგობრებთან და ადამიანებთან ერთად, ვისაც ეს საკითხი აღელვებს, იმიტომ რომ მე როგორც პოლიტიკოს არაფერი არ მაქვს, ასე ვთქვათ, ბარიერი იმისათვის, რომ ჩვენ ვისაუბროთ და ამ საკითხებზე თუ რაც წავი არის, იმაზეც ვისაუბროთ, თუ პრობლემა არის, ისიც ერთად მოვიფიქროთ, როგორ უნდა გადავწყვიტოთ და როგორ აგზები უნდა ავირჩიოთ ამისთვის. რა კითხვებიც აქ დაისვა, პირველ რიგში მინდა გითხრათ ერთი რამ, რომ ჩემთვის ახლა როგორც პოლიტიკოსისთვის თქვენ რაზეც საუბრობთ, ამ წუთას სანამ გამოძიება არ დამთავრდება, რა თქმა უნდა, ძნელია პირდაპირ რაღაც დასკვნებზე საუბარი. თუმცა გეტყვით იმავდროულად, რომ აქ გაიჟღერა იმ კითხვება, რომ დაუშვათ ვისი დამსახურებაა, რომ ეხლა სასამართლო კი მიმდინარეობს, მაგრამ ბიჭები არიან გირაუთი გამოშვებულები. მე ჩემს აზრს გეტყვით პირადას, რომ ეს პირველ რიგში არის დამსახურება იმ ადამიანების თითოეული თქვენთაგანის, ვინც იყო იქ შეკრებილი იმ მიტინგზე. ანუ ხელისუფლება იძულებული გახდა, რომ ანგარიში გაეწია ამ ადამიანებისთვის, ვინც იქ. მოდი ესე ვიტყვი რა, პირველ რიგში იყო ამ ადამიანების დამსახურება და მე ვიტყვი შემდეგს კიდე რომ მე ჩემს მეგობარს ნაჯას Facebook-ზე მივწერე კიდევაც, როდესაც იყო საუბარი და ნაჯას პოსტი ქონდა ესეთი, რომ აი ესენი გვაბრალებენ, რომ მართულები ვართ ამათი მხრიდან, ვიღაცა გვაბრალებს, რომ ყველა აბრალებს ამ ხალხს, რომ არის ვიღაცის მხრიდან მართული. და იმ დღეს რაც იყო და არა მარტო იმ დღეს, მე ნამდვილად შემიძლია გითხრათ ჩემი მოსაზრება, რომ დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ის ალალი პროტესტი, რომელიც უჩნდება ადამიანებს. ეხლა მე რა ხდება, როგორ არის სასამართლო რას დაადგეს, ეს კიდე ცალკე თემაა და ამაზეც მე მზადვარ, რომ ღიად ვისაუბროთ, მაგრამ ეს არის ჯერა, რომ ეს არის ის პროტესტი, რომელიც თითოეული თქვენთაგანის გულში იყო და იმიტომ იყავით თქვენს მოსული, იმიტომ რომ ეს არ ჯერათ ალბათ იმ ადამიანებს, ვინც შეიძლება თვითონ არ დადიოდა მიტინგზე ან პროტესტის გამოსახატავად რაღაცა სხვა განზრახვების გარეშე, მაგრამ მე ამისი მჯერა, იმიტომ რომ მე თვითონაც ყოფილი ვარ ესე გულანთებული რაღაც საკითხის გამო და ასევე მჯერა, რომ სწორედ ეს ადამიანები იყვნენ იქ. მადლობა ლევან, მე თინას მინდა კითხვა დაუსვა და რეკლამის დრო არის საუცილებლად. კი ბატონო. ოღონდ დავამატებ ამას, რომ პირველ რიგში ნამდვილად ესე მჯერა, აქვე ვიტყვი, რომ ძალიან დროული იყო პრემიერ-მინისტრის განცხადება და ძალიან ადეკვატური, ალბათ ამაში დამეთანხმებით. ამდენი 1000 ადამიანი ქუჩაში. როგორ მოგეწონა სხვა შორის ჩაბნელებული რუსთაველი? ძალიან საინტერესო იყო ღამე ჩაბნელებული რუსთაველი და ტელეფონებით რო ანათებდა ეს ხალხი. მე გეტყვით ეხლა, რომ ჩვენი ხელისუფლება არ არის ის ხელისუფლება, რომ ეშინოდეს მიტინგების და თქვენ დაინახეთ ეხლა წარმოიდგინეთ ეს რომ მომხდარიყო 2012 წლამდე ჯერ რომ ვიღაცას ჩაუდეს ამის გამო ატეხილიყო ამბავი მერე კიდე იმის გამო რომ 1000 ადამიანი თუ 10000 არ აქვს მნიშვნელობა რამდენი შეკრებილიყო მოედანზე მერე ეს ვიღაცას გაეგშუქებინა და შემდეგ ყველანი ერთად ვიქნებოდი ციხეში ეხლა ალბათ რა ამიტომ ჩვენი ხელისუფლება არ არის ხელისუფლება ვისაც ეშინია მადლობა ლევან რეკლამა ძალიან მნიშვნელოვანია დიდი მადლობა თქვენი რეკლამის შემდეგ მე ასეთ კითხვას დაგისვამ თქვენ კალაძის განცხადება იგივე კვირიკაშვილის განცხადება, თეატრო ლუკიანის განცხადება, სოზარ სუბარის განცხადება, ეს იმაზე მეტყველებს თუ არა, რომ ამ რეალურად ხელისუფლებამ აღიარა, რომ ნარკოტიკები ჩაუდეს ამ ახალგაზრდებს, ამაზე რეკლამის შემდეგ უნდა ვისაუბროთ, მანამდე თინას მინდა ვთხოვო რეკლამამდე თქვენი შეფასება, რა მოხდა? 4 დღე დაკავებულები, 4 დღის წინ მათ ემუქრებოდათ ლამის 20 წელი, 4 დღის შემდეგ თავისუფლები. რა მოხდა თქვენი აზრი? მოგესალმები თქვენს მაყურებელს და ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნოა რომ სტუდიაში ამდენ ახალგაზრდასთან ერთად შემიძლია რომ განვიხილო ეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანი და მტკივნეული თემა მე ვფიქრობ ყველა ახალგაზრდისთვის და ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ყველაფრიდან იყო ზუსტად ის გულანთებული პროტესტი რაც მე დავინახე რუსთაველზე იმიტომ რომ ამან მე მაჩვენა და ნამდვილად დამიმტკიცა რომ დღევანდელ ახალგაზრდობას უკეთესი მომავლის კენ სწრაფვის ჟინს ნამდვილად ვერცერთი ხელისუფლება ვეღარ წაართმევს და ჩემთვის ეს იყო ყველაზე ისეთი გამაძლიერებელი და ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი. ანგარიში გაუწია. ხედავთ ყოველ შემთხვევაში ეხლა განცხადებას ამას კი და ნამდვილად რა თქმა უნდა მეც მინდა
გულწრფელად რომ დავიჯერო რომ ხელისუფლებამ დაიხია სწორედ იმიტომ რომ ნახა ამდენი გულანთებული ახალგაზრდა, რომელიც გამოხატავდა საკუთარ პროტესტს და ჩემთვის ასევე ძალიან შეურაცხყოფელი იყო ნამდვილად, როდესაც პოლიტიკოსები საუბრობდნენ იმაზე, რომ თითქოს და ეს არაერთმა პოლიტიკოსმა გააკეთა მათ შორის თავიანთი Facebook პოსტებით, მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენც იხილეთ ასეთ ტიპის განცხადებები, თითქოს და ეს ახალგაზრდების მართლა ათასობით ახალგაზრდა, რომელიც სრულიად ორგანულად რაღაც რამდენიმე საათის მონაკვეთში გაჩნდა რუსთაველზე იყო მართული ამა თუ იმ პოლიტიკოსის ან პოლიტიკური ჯგუფის მიერ. ძალიან შეურაცხყოფელია და სამწუხაროა, რომ პოლიტიკოსები ასე აზროვნებენ და ვერ წარმოუდგენიათ, რომ ადამიანს შეუძლია მივიდეს და გააპროტესტოს რაღაცა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ თვლის, რომ უსამართლობა ხდება და არა იმიტომ, რომ რაღაც პოლიტიკური მიზნები ამოძრავებს. მაგრამ სამწუხაროდ მინდა გითხრათ, რომ ბოლომდე იმ ენთუზიაზმს მე ვერ გავიზიარებ. ამას მართლა გულისწყრომით ვამბობ, იმასთან დაკავშირებით თუ რა ეფექტი ქონდა ამ პროტესტს, რადგან გონია და შეიძლება ვცდები და ძალიან მინდა რომ ვცდებოდე, თუმცა მგონია რომ არა ბერა ივანიშვილის პოსტი დღეს ეს ადამიანები თავისუფალი არიან. ამაზე უნდა ვისაუბროთ უკვე რეკლამის შემდეგ. მე ვიცი რომ ნაჯას და ბექას ეჩქარებათ. ბექა, აი მოისმინეთ, ასეთი მოსაზრებაც არის, დანარჩენები რჩებიან ჩვენთან ერთად. რომ არა ბერას პოსტი არ ვიზიარებ იმ ენთუზიაზმს, რომ ბექა თქვი წერენ რომ არა ის პროტესტი ბერაც ვერ გაბედავდა ამის თქმას თქო და მეც ვერ აფიქრებდი. კი ბატონო, კაკი, თქვენ რა სიტყვით? მე ვფიქრობ, რომ რა ვიცი, ეს იყო საზოგადოების დამსახურება რა. ანუ აქ ყველა ახალგაზრდა და ყველა იყო ამაში ჩართული, რა ვიცი, მე ესე ვფიქრობ. კარგით, მოდით მეგობრებო, გამოვაცხადეთ მე ხარ რეკლამას, რეკლამის შემდეგ ლევან კობერიძე, თინა ბოკუჩავა, ასევე პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვებიან თამარ ჩუგოშვილი, ელინე ხოშტარია, რეკლამა მალე გაივლის, არ გადართ.